მოგესალმებით, ამ გაკვეთილით მინდა ეს თემა დავასრულო გამონაკლისის შემთხვევები და ბოლო დეტალი მინდა გიჩვენოთ აი ამ თემასთან დაკავშირებით. მოდით დავწეროთ ახალი კლასი და იქ ჩავატაროთ კიდევ ერთი ესეთი პატარა ექსპერიმენტი. ამ კლასს უწოდოთ xtest2. ჩვენი კლასი მზად არის და მოდით დავწეროთ რაიმე სტატიკური მეთოდი, სადაც წარმოქმნით აი ამ გამონაკლის შემთხვევას განგებ. მოდი აქაც ვცადოთ FileWriter კლასის ობიექტის შექმნა. და მის კონსტრუქტორს გადავცეთ ესეთი რამ. strict myfile.txt. ჩვენ ვიცით რომ ამ FileWriter კლასის კონსტრუქტორი წარმოადგენს პოტენციურ წყაროს ამ გამონაკლისის შემთხვევაში. და ვიცით რომ ჩვენ აუცილებლად უნდა მოახერხოთ ამ გამონაკლისის შემთხვევის დამუშავება. თუმცა ხშირად ისეთ დიდ პროექტებში ზოგჯერ ხდება ესეთი რამ რომ აი ამ კონკრეტულ ადგილზე ამ გამონაკლისის შემთხვევის დამუშავება არ არის მიზანშეწონილი. ანუ ეს მეთოდი გვინდა რომ იყოს ცალკე სუფთად და გამონაკლისის შემთხვევა, აი აქ წარმოქმნილი გამონაკლისის შემთხვევა დავამუშავოთ სხვაგან. ეს როგორ მოხდება ახლა? აქ ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ ესეთი რამ throws და შემდეგ დავწეროთ გამონაკლისის შემთხვევის სახელი, რომელსაც გადმოისვრის ეს მეთოდი. ამ შემთხვევაში io_exception. ეხლა ესეთი რაღაც ხდება აქ. თავად ეს მეთოდი არის უკვე საფრთხის შემცველი. მიუხედავად იმისა, რომ აქ არაფერს არ მომუშავებთ ჩვენ გამონაკლის შემთხვევას, ეს მეთოდი აი აქ წარმოქმნილ გამონაკლის შემთხვევას გადაისვრის თვითონ და საჭირო გახდება მისი დამუშავება უკვე კოდის იმ ფრაგმენტში, სადაც თვითონ აი ამ მეთოდს გამოვიძახებთ. მოდი ახლა დავაკომპილიროთ ეს კოდი და ვნახოთ რომ იმუშავებს. მართლაც ყველაფერი რიგზეა, ეს ჩვეულებრივად დაკომპილირდა და უკვე მუშაობს. ეხლა მოდი ვცადოთ აი ამ მეთოდის გამოძახება ჩვენს main-ში. აი აქ უკვე ჩვენ აუცილებლად უნდა მოვახდინოთ აი ამ გამონაკლისის შემთხვევის დამუშავება, რომელიც შესაძლოა წარმოიქმნას მეთოდის გამოძახების დროს. თუ კი ახლა ამის დაკომპილირება შევეცდებით, ეს რა თქმა უნდა არ იმუშავებს. უკაცრავად იმ ფაილის დასეირება დამავიწყდა. აი მართლაც გვეუბნება ეს კომპილერი, რომ აუცილებლად უნდა დავამუშავოთ ეს შემთხვევა. და აქ უბრალოდ წერთ ჩვეულებრივად. გარდა ამისა, ჩვენ აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ მეთოდმა შესაძლოა არა ერთი, არამედ უფრო მეტი შემთხვევები გადმოისროლოს. მაგალითად, ისევ წინა კლასში განხილული მაგალითი მოვიყვანოთ. აი ესეთი რამ. მიუხედავად იმისა, რომ ნულზე გაყოფის დროს წარმოქმნილი გამონაკლის შემთხვევა დამუშავებას არ საჭიროებს, ჩვენ ეს მაინც შეგვიძლია. და აქ დავწერთ arithmetic exception. და შემდეგ უკვე მაშინ აი აქ უნდა დავიჭიროთ ეს. გავუშვათ ახლა ეს კოდის ფრაგმენტი, უბრალოდ დავაკომპილიროთ. და მართლაც ჩვეულებრივად დაკომპილირდა უპრობლემოდ. ჩვენ აქ გავითვალისწინოთ ისიც, რომ მუშაობს პოლიმორფიზმი და ჩვენ აქ შეგვიძლია დავწეროთ არა სათითაო და ეს გამონაკლის შემთხვევების აღმწერი კლასების სახელები, არამედ ერთი კლასის სახელი exception. ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ ეს კლასები, რომლებიც აღწერენ აი ამ გამონაკლის შემთხვევებს, არიან exception კლასის შვილები. და აქაც შეგვიძლია ერთი exception-ი დავწეროთ. მოდი ახლა დავაკომპილიროთ, გავუშვათ და ვნახოთ, რომ აი აქ მოხდება დამუშავება ამ გამონაკლის შემთხვევის. და მართლაც, როდესაც გამოვიძახეთ ჩვენ ეს მეთოდი, შეიქმნა FileWriter კლასის ობიექტი უპრობლემოდ, გადმოვედით შემდეგ ხაზზე და აი როდესაც აქ
შევეცადეთ ის ცვლადის მნიშვნელობის 0-ზე გაყოფას. წარმოიქმნა გამონაკლისის შემთხვევა, რომელიც გადმოისროლა ამ მეთოდმა, მოვედით აქ, მოხდა მისი დაჭერა და შემდეგ იმუშავა print trace მეთოდმა. და დაგვიბეჭდა ეს სტრიქონი, რომელიც გვეუბნება ამ გამონაკლისის შემთხვევის წარმოქმნის შესაძლო წყაროებს. მოდი ეს დავუბრუნოთ საწყის მდგომარეობას, აქ 1 ჩავწეროთ და აქ ჩავწეროთ ფოლდერის სახელი. ჩვენ საექსპერიმენტო ფოლდერს გვია fold. და აქ უკვე წარმოიქმნა ისევ გამონაკლისის შემთხვევა, ოღონდ არა ამ სტრიქონის გამო, არამედ უკვე აქ. თავად ამ file writer კლასის კონსტრუქტორმა წარმოქმნა ეს. ჩვენ ასევე შეგვიძლია რომ ეს გამონაკლისის შემთხვევები, რასაც ეს მეთოდის გამოძახება წარმოქმნის და გადმოისვრის, შეგვიძლია აქ არ დავამუშაოთ და კიდევ გადავისროლოთ სადმე. მაგრამ ვინაიდან ჩვენ main-ში ვართ, თუ კი ესეთ რამეს დავწერთ და აქ არაფერსაც არ დავამუშავებთ, ეს შეგვიძლია ესეთნაირად მოვიქცეთ. თუმცა უნდა ითქვას, რომ ვინაიდან main-ში ვართ ჩვენ, main-ი უკვე გადაისვრის, მაგრამ სად გადაისვრის, მას ვეღარ დაიჭერს და შესაბამისად ჩვენი პროგრამა გაითიშება და შეწყვეტს მუშაობას. ნახოთ ახლა მოდი რა მოხდება. აი მართლაც წარმოიქმნა გამონაკლისის შემთხვევა და ჩვენო პროგრამამ შეწყვიტა საერთოდ მუშაობა. მოდი ამაში რომ დავწმუნდეთ, აი აქ დავბეჭდოთ რაიმე სტრიქონი. და აქ დროებით ჩავწეროთ ისევ ფაილის სახე. ერთი დაიბეჭდა ამ შემთხვევაში პროგრამამ ჩვეულებრივად იმუშავა ნორმალურად და თუ კი აქ გადავაკეთებთ ისევ და ახლდან გავუშვებთ. აი უკვე რა თქმა უნდა წარმოიქმნა გამონაკლისის შემთხვევა და ეს სტრიქონი აღარ შესრულებულა, აღარ გაუგრძელებია პროგრამას მუშაობა. მე ამ გაკვეთილს დავასრულებ ამით და ერთს ვიტყვი რომ ესეთი მიდგომა გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა მართლაც კარგი იყოს. ვინაიდან კოდის ერთ ფრაგმენტში შეიძლება არ მინდოდეს გამონაკლისის შემთხვევის დამუშავება და მინდოდეს სადმე სხვაგან. თუმცა როგორც ხედავთ, ადრე თუ გვიან ჩვენ მაინც მოგვიწევს მისი სადმე დამუშავება. ან არადა main-იც გადმოისვრის აი გამონაკლისის შემთხვევას და ჩვენი პროგრამაც გაითიშება. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის.